მუხურუჭები შიშრების მოგონილია. მინდოდა მეცხოვრე როგორც მაგალითად მგელს. ბოლო გამოფენა გავაკეთეთ, ჩამოვიდე იქ გაჭყეტილი ვედრო. ეს ხორე ის ხეხავს არა, არკინას არა, კრასკას აღებავის ფენებს რო აწრობს. რაღაც ეს იყო პოლიფონიური რაღაც ორკესტრი. მე ქუთაისმა მომცა ყველაფერი რაც შეეძლო. ცხოვრობ და გონია ყველა წახნაგი შესწავლილი გაქვს და განვლილი გაქვს და უცებ რაღაც გამოანათებს რა. ხატვა ყველა მიცის. ყველა შეუძლია ხატვა, მაგრამ აზროვნება მთავარი. ღმერთმა მოვიყვანა იქ, სადაც არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ამ ფოტოზე ვარ მე და ჩემი ძმა. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე თვითნებობა და რაღაც ხულიგნობის პერიოდი მქონდა რა ჩემ ცხოვრებაში და მახსოვს რომ ერთ მანქანას თქვაც ვესროლე და მე საწოლის ქვეშ ვიმალებოდი. ჩემი ძმა ახლა ეს ბავშვობის პერიოდი გავიარეთ ასე ვთქვათ რომ ცოტა მძიმე იყო. მამაჩემს მოუწია ამ პერიოდში რუსეთში წასვლა დაახლოებით 1-5 წელიწადი და მარტო ჩვენ ვიყავით და ძმები ვიყავით და ერთმანეთს ასე ვეხმარებოდით. პირველი მოგონება რა გაქვთ? არ ვიცი, ჩემში არის მაგალითად ისეთი ფრაგმენტები ამოდის ცხოვრებისეული, რომ აი მართლა და მახსოვს ჩემი თავი რამოდენიმე თვის რო ვიყავი რა და როგორ მეც მე ის ფოტო რო ვნახე, აი ზუსტად ისეთი ყურებიანი რაღაცა ყურდღელივით რა ასეთი და მახსოვს ფრაგმენტალურად ჩემი ყველა ბავშვობის პერიოდი მახსოვს. მე არ მახსოვს უფრო 8-10 წლამდე რაღაც პერიოდი. დანარჩენი ძალიან პატარაც რო ვიყავი, ისიც მახსოვს რაღაც ფრაგმენტულად რა. ჩემი განწყობილებაც მახსოვს. რაღაცა გროტესკული მქონდა საერთოდ გარემოსადმი და რაღაც აი რო დავიბადე და რო ვიყვირე, ხო ალბათ ხო ისე ვყვიროდი, მაგრამ უხვოთ რა მთელი ცხოვრება. ამ პერიოდში, ახლაც. უცხოდ გრძნობდით იმ გარემოში თავს? სულ უცხოდ გრძნობდი თავს, რატომღაც რა. აი მართლა რომ არ ვიცი, მე სტადიონზე რო დავიწყე სიარული, ესე იგი ხალხი რო შედიოდა ცენტრალური შესასვლელიდან, მე არ შევიდოდი და საღაც შევძროოდი და იქიდან შევდიოდი. რაღაც ასეთი კონფლიქტური სიტუაცია მქონდა საერთო საზოგადოებასთან. ბავშვობიდანვე. ასე. რაზე ოცნებობდით? მინდოდა პილოტი გამოსულიყავი. სულ უცნებოდი ხმას რო გავიგონებდი თვითმფრინავების ხმას. ჩემი რა ვიცი მოცნება იყო რომ აი ხრულებს ებოდა და შემეხედა და მეხედა და ქვევიდან ადამიანები როგორ ჩანან და რა საერთოდ ბუნება როგორ ჩასწრებოდა და ასე რა. ეს კი ასე მახსოვს. ეს ჩემი მშობლები არიან. დედა ჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო პრინციპში. ახლა გამახსენდა არ მეგონა თომას მუცეთ და ფოტოს. მამაჩემ მაგალითად იყო წინააღმდეგი მე რომ ხატვარიან ხელოვნების რომელიდაგის წარმომადგენელი ყოფილა. არაფრით არ უნდოდა რა, თავს იკლავდა რა, ერთი სიტყვით სადარ შენ ექიმი უნდა იყო, შენ ის უნდა იყო, იუველირი უნდა იყო, ან სადაც ვიღაც ინსტიტუტიდან მირეკავე, ჩამოდი ჩარიცხული ხართ თავისი კავშირებით
და არა და ძალიან დიდი კონფლიქტი მქონდა რომ არ ვიყავდი მის ხალხს არაფრით გამორიცხული იყო ერთი სიტყვაც არ მომისმინა და გაბრაზებული იყო სულ ჩემს რომ არა რა მხატვრობა მშიერი მოკვდები პატრონი არ გეყოლება რა დროის მხატვრობა ვის რა თუნდა რას მუსიკა და ასეთი რაღაცა მაგრამ მე ჩემ თავს ხო ვერ გადავაკეთებდი არა ასეთი ვიყავი ბუნებით და დედა ჩემი პირიქით ერთადერთი ჩემი დამცველი იყო ამ საქმეში დედა ჩემი მახსოვს რა რაღაცა პატარა ფუნჯი მაჩუკა რაღაც პატარა საერთო რაღაც მუსიკალური დისკები რაღაც ჩუქნიდა მაგრამ არასდროს არ უთქვია რომ შეეშვი მაგ საქმეს და ანევე ეს შენი საქმე არ არის და ასე რა ამ ხრით დედაჩემისგან გძნობდით კედელს რა და მე უკვე დიდობაში მიიღო მამამ არა არ მიიღო არა ყოველთვის გაბრაზებული ჩემზე რომ შოუპოვარი იყო რა ერთი სიტყვით სიკვდილის წინ მიხვდა რომ მე მაშინ ამერიკაში ვიყავი ცხოვრობდი და მიხვდა რომ გაიგო ჩემზე რაღაცეები იქით რომ ასე წარმატებები ის ხო მიხვდა რომ არ იყო სწორი რა ესა მამაჩემის მამა ფულს ხატავდა ასე მითხრეს მე თვითონ როგორც ასეთი მენშევიკი იყო ჟორდანიას ბანაკში დაახლოებული პირი იყო და ძალიან საინტერესო ის პიროვნება ყოფილა მე მახსოვს რა თქმა უნდა მაგრამ ახალგაზრდობაში მე მეზობლები მეუბნებოდნენ მამა ბაბუაჩემი ძმა კაცები და ისინი რომ ამასო ამ კაცო მშიციო შენ ხატარ და ის რო ვიყავი და ისა ამას თეატრის გაკეთებაც უნდოდა რა რაღაცნაირი პიროვნება იყო შემოქმედებითი იყო რა თქმა უნდა შიგნით იგრძნობოდა თვითონ რომ ეგეც სხვანაირი კაცი იყო რა ჩვენ ცხოვრობთ ქუთაისში და ბაბუაჩემი თავისი და ბაბუა და ბებია ცხოვრობდნენ ქუთაისთან ესეთ პატარა სოფელი მესხეთი ქვია ახლოში არის რა 5 კილომეტრში აი ეს იყო ჩემთვის აკუმულატორი ჩემი ხელოვნების რა იქ ისეთი რაღაცები ხდებოდა და ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით რომ ამან დიდი გავლენა მოახდინა აი ბავშვობის შეგრძნებება თანდათან რა ასეთ საინტერესო იყო რა ცხოვრება და დღესაც ყვევავს რაღაც მომენტებში ჩემს წარმოდგენებს რა რაღაც ჭაობში ფანაობდით ბაყაყებთან და რა ვიცი რა ის არ ვაგესიგიჟებს არ ვაგეთებდით თან განსაკუთრებით ეს ისეთი სოფელი არის რომ აი ქვაღორღიანი ადგილები და ძალიან ის იყო ბროწეულები იყო სულ ხო და სულ აი ეს საოცრად წითელი მზის ჩასვლა იცოდა ამ სოფელში მე მის მერე აღარ მინახე ალბათ მე მეჩვენებოდა თუ რაღაცა და ეს ჩემთვის იყო არ მეძინა რა აი ისე მოქმედებდა ჩემთვის ეს ყველაფერი ეს ბროწეული აფეთქებული ბროწეული ან თვითონ წიფეთ ბროწეული და საშინელი ქარი რო ანგრევს ყველაფერს ეს ქარი იყო გამანადგურებელი რა ძალიან დიდი ენერგია შემოქონდა ჩემში რა აი და ამ ყველაფერს რა ეგეც მოტივი იყო რა ანუ ქარი თქვენთვის დადებითი მოვლენა კი ქარი ჩემთვის როგორ ახლა კონტრასტული მოვლენაა როგორც დადებითი ისე უარყოფითი მაგრამ ჩემთვის ეს არის ენერგიზერ რა რაღაც მომენტებში მაზოქისტური ისინიცა მაქვს რა ალბათ ხო ძალიან ის მიყვარს ვინც მანგრევს რა ტიპია მე ვარ მგონი
რა ვთქვა ამ პიროვნებას. ვინ აი ეს პიროვნება ვინ არის? ეს და თქვენ ეხლა ხო ერთი და იგივე არ ახართ. კი, ერთი და იგივე ვართ. მაინც. აი უყურებ არა? ხო და ასე მგონია რა შეცვლი და ამას რა არ ვიცი რა. განსხვავებას ვერ ვნახულობ, მართლა ვერაფერ, ცოტა ფიზიკურად ვარ შეცვლილი. რამდენი წლის ხართ აქ? ალბათ ვიქნები 17 წლის. ან სკოლა უკვე დაამთავრე? ხო რა. სკოლა რო დავამთავრე, ნამდვილად ვიცოდი რა ქვა ვიყავი რა. აი და რა უნდა მექნა რა, რისგან ვიყავი შემდგარი. აქ კიდევაც ხატავდი, კიდევაც წერდი და მუსიკას ვაკეთებდი და ყველაფერი რა და უკვე თვალებში მქონდა ამ ყველაფრის ამ სამი მონსტრისთვის ჩახედული რომ აი ვის შევეჯახე რა. მზად ვიყავი. არასდროს არ მიღალატეა ამ სამება არ ტრენითი, ასე დავარქვათ, ხო? არც სამებისთვის არასდროს არ მიღალატებია რა. ერთისგან დავიღლები, ერთი გამიბრაზდება მეორესთან, როგორც სამი ცოლი რა. მესამეს და გადავდივარ იქით და ასე რა. კაი ბიჭი იყო. ყავდათ თანამოაზრეები, აი ეს ახლა ალბათ 80-იანების ბოლოა, ქუთაისი. კი, აი არანორმალურად მოაზრული ტალანტების ჯგუფში მოვხვდი. რა და ეს ხალხი რო არა, მე ალბათ ამ ხალხის ენერგიამ შემომინახა დღემდე და მაკეთებინებს იმას, რაც უნდა გავაკეთო მათი სახელისთვის და მათი გულისთვის რა. ძალიან მაგარი საყვარელი ხალხია, უნიჭიერესები. ჩვენ ვიყავ 3-4 მხატვარი, პრინციპში ერთი მუსიკოსიც იყო. მარტო 4 დავდიოდით წვერებით რა. მაშინ წვერით სიარული იყო, აი სიმართლე რო გითხრა, ვასკაცობაში უნდა ჩაგთვლოდა რა. 4 ვიყავით, ვინც ასე დავდიოდით. თელ ქალაქში, თელ ქალაქი გვიცნობდა ჩვენ წვერებით. და რატო გაგწვერი? გდელი ხარ, გაიპარსე ყველგან სადაცა სულ ასე ჩემთან. ამ 4-ს ჰქონდა კონფლიქტი ნაცისავებში და საერთოდ საზოგადოებაში რა. ქირაობდით სამხატვრო სახელოსნოებს, იქ იკრიბებოდა ყველა ასეთი სახის გიჟი მხატვრები და გიჟი ხალხი ახალგაზრდობა და ბევრი რამოდენიმე ადგილზე 5 ადგილზე რამოდენიმე წლების განმავლობაში ასეთ ხელოვნების ქარს დაუბერავდით ხოლმე რა. ენატრებათ ის დრო? იმენატრება და თან არც მინდა გავიხსენო რა, იმდენად მართლა ძნელი და რთული იყო და საოცარი რა. ის როგორ გადავიტანეთ, არ ვიცი რა. ძალიან ძნელი რთული პერიოდი იყო. რა იყო ყველაზე რთული მაინც? რთული ის როგორ ის გახსენებაც არ გინდა. ხო, აი ის არის არო შენ სხვა ხარ. და საზოგადოება სხვა არის, რომ ჩვენ სხვა ხარ და აი როგორც მაგალითად რაც უფრო დიდია წნევა, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა რა. ხო და მეორე მხრიდან ამას რომ გავაანალიზებ ხოლმე არა, ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ ვიქნებოდით. ჩვენ, ან მე ვერ ვიქნებოდი მე თუ ასეთი წნევის ქვეშ არ ყოფილიყავი რა. იქ სადაც არ არსებობს მაგალითად კონფლიქტური წინააღმდეგობა, წნევა, დისონანსი, იქ არის სიჩუმე და იქ არაფერი არ არსებობს რა, იქ არაფერი არ იქნება. თუ გინდა რომ რამე შეიქმნას არა, რაღაც წინააღმდეგობაში და კონტრასტი კონფლიქტში უნდა იყო რაღაცასთან. ამერე იწყება გამაძლიერებელი ფაქტორების მოქმედება რა. ეს დიდი მოვლენაა ეს. კაცო.
გავიდე და აქ ეს პერიოდი მქონდა ტყეში უკვე ბუდიზმი და რაღაც ასეთი ტყეში ცხოვრება და ასე ასკეტური რაღაც ისინი მაინტერესებდა და ხშირად დაბოდიავებ ტყეში ასე თითქოს და თლათშიშველი არა მაგრამ მიყვარდა ასე მეცხოვრა იმათი ცხოვრებით და მეც შემეერთო რაღაცნაირად რა ასე და სადაშორის სკოლაში მას ეკლესიაში არავინ არ დადიოდა და პრინციპში მე დავდიოდი აი სკოლა ანახეო ისო სკოლაში და ისე ეკლესიაში დადისო ჩემზე ამბობდნენ ამას შობლების დაიბარის და ასეთ პერიოდს მაგრავლი და ცოტა სამყაროებში შევედი და ესეც კი ხო მისი გია არივაძის გადაღებული ფოტო არის ეგიც ჩიმსოფელში არის ბუდიზმი ეკლესია ღმერთს ეძებდით? არა ღმერთს არ ვეძებდი იმიტომ რომ ღმერთი ვიცოდი რომ ყოველთვის ყველაფერში არის მართლა არ ვეძებდი ღმერთს მაგრამ იმ გაგებით რომ აი ჩემთან როგორ შემოსულიყო და რეალური ფაქტორებით მე როგორ ასაყოლიყო კი ამას ვეძებდი რომ კი ვიცი რომ ღმერთი არის და ჩემთან არის მაგრამ რაღაც სიგნალებს ყოველთვის ველოდი და არც გაუტყუნები ვარ ბევრჯერ ისეთი სიგნალები მოუწია რომ ვთქვათ ახლა ცოტა ხმალალი ნათქვამი იქნება მაგრამ აი წინასწარმეტყველური რაღაც დეტალები და რაღაც მოვლენები შემოუსულა ჩემთან მისი მეშვეობით ვერცის მეშვეობით კი ამას კი ამ ფოტოზე ასახულია 4 შესანიშნავი პიროვნება. სანქტ-პეტერბურგშია გადაღებული ეს ფოტო. აქედან ჩვენ მე მოვხდი 1080-იან წლების ბოლოს იქ. როგორ წავედი მე პირადად ჩართული ვიყავი ოპოზიციურ მოვლენებში ასე ვთქვათ რა. იქ ალექსანდრე მწულიკვიძის სახლ-მუზეუმში მუშაობდი დარაჯად. იქ ხონდა ჩვენი სკვოტი, ასე რომ ვთქვათ, ეს იკრიბებოდა ყველა მხატვრები ისინი, დირექტორი იყო ძალიან მაგარი კაცი და ყველაფერი მოგცა საშუალება და პოეზია, მუსიკა, ყველაფერი გოგოები, ბიჭები, თანამედროვე ხელოვნების ვინც მხატვრები და იქ ვიყავით. იმ ღამეს გვიცნობდნენ რა ქუთაისში, რომ ჩვენ ვიყავით რეალურად და ის ქვა მომცა ამ კაცმა, ამ დირექტორმა ჯემალი ერქვა ბურჯანაძე. ხო და მე ჩავდები სტომარაში. ხო და სახლი არის ასე 200 მეტროში, 300 მეტრო რა, ჩემგან მუზეუმი, სადაც მე მუშაობდი და მივათრევ რა ამას რა, ზუგზე მაქვს მოკიდებული და მიმაქვს. ხო და ვხედავ თეთრი ჟიგული არ მშორდება, შეუხვევს მომყვება, ღამეა. დავკეთე მუზეუმი ღამეა გათენებას არ დავალე და ეს პერიოდი იმედიორი და მომყვება. ხო და მე თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება. მე სახლისკენ რომ მივდივარ, კიდო შემოვარი და მიყურებენ ეს შავი ტიპები არის, შინი და მიყურებენ და მე ეს მიმაქვს და მე ვიფიქრე რომ ამათმა იცოდნენ უკვე ქონდა შეხების წერტილები, გაფიცებზე დავდიოდი იქ პედაგოგიური ინსტიტუტი და გოგოები და ბიჭები შიშვილობდნენ და მეც იქ ვიჯექი და ვიღაცა რა ვიცი ასეთი მოვლენები გადადარი და მე ვფიქრე ეს კგბ რა თქმა უნდა მე ვთქვი მათვალიერებენ რა მომაქვს აინტერესებდა იქ ყველა მიცოდა ჩვენ რო ვიკრიბოთ და მე ერთი შესაძლოა ვიცოდი ისეთი რომ იმაში რომ შეძლებოდი ზაბორში უკვე სახში სხვა გზიდან ბრუნდებოდი და იქ შევძვერი ისე რომ აი გამოვედი ის დავმალე იქ შოკი დავდევი და გამოვედი მარტო და უყურებ ეგენი ერთმანეთს სხვა გზით შემოვდივარ და მესმის სად დაიკარგა ეს სად დაიკარგა სად გაქრა ერთმანეთს ეუბნებია ასეთ პერიოდში და ვთქვი რომ ეს იყო ბოლო და
მე ქუთაისმა მომცა ყველაფერი რაც შეეძლო მეც გავაკეთე ის რაც შემეძლო ამ ქალაქისთვის და უკვე დროა აქედან ვთქვათ ცოტა სხვადასხვაირად მოვხიო რა ერთი სიტყვით და ასეც მოვიქეცი ბოლო გამოფენა გავაკეთეთ ჩამოვიდე იქ გაჭყეტილი ვედრო და ავიღე ბილეთები და წავედი მოხვდი ამ არტ ცენტრში პუშკინის 10 ქვია რა სადაც გაერთიანებული იყო 140 მხატვარი ყველა ცნობილი მუსიკალური გრუპები იყო მაშინ პეტერბურგში ცოი გრებენშიკოვი დედეტე აუქციონი აი ყველა ვინც იყო წამყვანი მუსიკალური გრუპები იმათთან და მხატვრებთან მქონდა რამოდენიმე მუსიკალური საკონცერტო დარბაზები გალერეები ძალიან აქტიურ ცხოვრებაში მოვხვდით რა აქედან იწყება ეს ყველაფერი ეს პიროვნება არის მოხდი ამათთან ეს არის ჩვენი მასწავლებელი ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელია გოდიში მიგრაფონთან ჯგუფის გა პრიბალტიკელები არიან ესენი იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი ხალხი რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას აკეთებდნენ რა ესენი იღებდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს მაშინ ეს იყო 80-იანი წლები 90 წელი ვთქვათ და ამ ბიჭთან ეს მათი ბაზისტი არის ეს ბადრი ლონსიანიძე არის რომელსაც ჩემთან White House-ში ჩემი კონტრაბასისტი სოლისტი ბიჭია ეს ჩვენი არტ ცენტრის დირექტორია კოლია მედვედევი და ეს მე თავს გრძნობდიო უცხოთ ქონდათ აი ამ ადამიანებს რო შეხვდით შეგრძნება რომ თქვენიანები იპოვეთ კი რა თქმა უნდა ეს ძალიან მაგარი შეკითხვაა ჩემთვის რა ეს იყო უზარმაზარი სახლი ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ რო შევდიოდით უკვე იქ მომცეს მე სახელოსნო ერთ-ერთი დავიწყეთ ჩვენ 8-10 კაცი ვიყავით თავიდან დავიწყეთ ერთი დამფუძნებელი ჩვენ ავართ რა ამ არტ ცენტრის ასე ვთქვათ რა და დიდი უზარმაზარი შავი ჭიშკარი არის არკა არის და შიგნით დიდი უზარმაზარი და ამ შავ ჭიშკარს აწერია შავი ჭიშკარი არის და თეთრი ასოებით აწერია მუხურუჭები შიშრების მოგონილია რა დარბაზა პრიდუბალ ტრუსო ასე მეთქი აი მეთქი ღმერთმა მოვიყვანა იქ სადაც არაფრის არ უნდა გეშინოდეს და ეს არის შედიადგილი ამ ეს ტექსტი რო წავიკითხე ვიცი რომ ჩემი ხალხია რა მართლა ისეთი აი ისეთ სკოლაში მოვხვდით და რა აკადემიის აკადემია რო დავარქვათ ხო ის არის რა ხო კი ეს ჩვენ ავართ მე და ბადრი ლონსიანიძე და მე ეს არის პეტერბურგში ქონდა პირველი კონცერტი მაშინ მარტო კონტრაბასებით მუშაობდით რა ვთქვათ რა საიდან გაჩნდა ამ ინსტრუმენტების გაკეთების იდეა საერთოდ არ ყოფნიდათ უკვე არსებულები მე ვცადე რამოდენიმეჯერ რაღაც სხვა ინსტრუმენტები გავაკეთე რა მქონდა ხისგან და რაღაც მეტალებისგან ისეთ კონსტრუქციები მე დავშალე ისინი კი და რომელიც როგორ იყო იცი უფრო სინთეზური იყო აი ყველაფერი იყო შიგნით აი იქ დრამიც იყო სტრუნებიც იყო რაღაც ელექტრო ინსტრუმენტებიც მქონდა რაღაც ჩართული რაღაც აგრეგატის სახით მქონდა გაკეთებული სადაც აი რაღაც ისეთ ხმებს გამოცემდა რომელიც არ მქონდა მოსმენილი და რომელიც ახლა ნორმალური ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და ვერ მიიღებ რა მაინტერესებს და უკვე სხვა ხმები და მე ბოლოს მივედი იქამდე რომ აი აქ ამ კონტრაბასებზე
უკვე დავიწყე გამოყენებულია არა სტანდარტული სიმები არის გამოყენებული რა მაგალითად ზოგი არის საავიაციო რაღაც ეს რა ქვია ტროსები რა ზოგი არის მაგალითად ზაპოროჟეცის სამუხრუჭე რაღაც დეტალები და რაღაც ისეთი რომელიც სხვა ხმებს გამოცემს და ასეთი ექსპერიმენტების სახით რაღაც შევცვალ და რაღაც მივედი იმ დონეზე რომ უკვე თვითონ რაღაც აწყობა უკვე შემეძლო ამ ინსტრუმენტების სიმების ისე რომ როგორც კლასიკური ინსტრუმენტები იწყება მაგრამ სულ სხვა ასპექტში სულ სხვანაირად რა და მე უკვე შევცვალე ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი არის და მე კიდე სხვა ინსტრუმენტებიც მაქვს გაკეთებული რა. პირადად მაინტერესებდა რა. ბაბუაჩემი ხის ხელოსანი ხო იყო და იქიდან რაც მიყვარდა მაინც ამ ხის და მუსიკაში გადავიყვანე. ყველაზე სასიამოვნო ხმა თქვენთვის რა არის, რომელია? ჩვენთვის სასიამოვნო ხმა მაშინ ერთ შედარებით რაღაცაზე მოგიყვები ახლა რა. დიდი ხნის უკან იყო გარეთ ვარ და რაღაცას ხატავ. და მესმის გარაჟები არის აგერ. ჩვენთან ეზოში და მოვიდა ვიღაცა მუშა ის რომ ბალგარკას რო უძახიან რა ეს რომ სახეხი მანქანა როა და ამ დიდ კარებზე დაიწყო იმის რკინის საღებავის აძრობა რა რომ ხელახლა შეღებოს რა ხო და აუ თავიდან ვერ გავიგე რაღაც საშინელად მომეჩვენა მეთქვი ამას ეს ამის მოსმენა არა ვაპირებ შიგნით შევიდე რა და ჩავგედო გარები და ეს ხმა არ გავიგო მაგრამ სანამ ვერ მოვშორდი ხნახატსა რა იქ რაღაც დეტალი იყო ისე უნდა დამესრულებინა მეთქვი ვახ რა მუსიკა მეთქვი ამან იმას დავუწყე მოსმენა რა მართლა ეს ხორე ის რომ ხეხავს არა რკინასა რა კრასკა საღებავის ფენებს რო აწრობს რაღაც ეს იყო პოლიფონიური რაღაც ორკესტრი რა უსმინე ბოლომდე რა ვიჯექი ხატავდი და დიდი სიამოვნებით უსმენდი ხო ასია ყველაფერში არ ვიცი რა ყველაფერს უსმენ ერთი სიტყვით აი მატარებლები რო დადის ერთი ადგილი მქონდა კიდე სოფელში დავდიოდი რომ იქ პეტერბურგში მქონდა დაჩა და იქ მატარებელში ჩავჯდებოდი შაღამეზე იყო ხვოინაია ერქვა ასეთი სახელია იქ იყო უამრავი გადასასვლელი რესი და რელსზე რა ხო და ეს ხდებოდა ღამის 4-5 საათზე ხშირად დავდიოდი 25 წელი იქ ცხოვრობდი და ხშირად დავდიოდი სოფელში და იმ ღამეს არ მეძინა რა იმიტომ რომ იქ აი მატარებელი ეს გადადის ნელათან სადღაც 20 კილომეტრის სიჩქარით საათში ამ რელსები და რესებზე რო ღრჭიალობს და აი პოლიფონიური ორკესტრი აი ვთქვათ რო შეაერთო 100 პოლიფონიური ორკესტრი რო უკრავ ცალ-ცალკე და იმათ ყველას 100-ს რო ერთად უსმენ ამ ხმებს უსმენდი რა ეს იყო მასწავლებელი ჩემთვის რა თქმა უნდა რა ალბათ ღამეში რო თან ისეთი პერიოდია აი რო თენდება ძალიან გრძნობელობა დიდი აქვს ორგანიზმს და მე ფიქრობ ეგიც მოქმედებდა თუ ახლა ხშირად მეჩვენება თუ სულ მეჩვენებოდა თუ სინამდვილეში ასე იყო მართლა ასე რა ეს ფოტო არის ჩვენი პეტერბურგში რომ მუშაობდით არტ ცენტრ პუშკინის ათში
იქ ყოველწლიურად ქონდა ამ არტ-ცენტრის დღეობა. ყველა ხელოვნების დარგის წარმოადგენელი მოდიოდა ზუსტად ჩვენთან იმისთვის რომ ენახა თანამედროვე ხელოვნება რა არის ნონკონფორმიზმი, რა არის ალტერნატიული ხელოვნება. და აქ მე მქონდა ასეთი პერფორმანსი. როგორ გარდა ამისა მუსიკალურ რაღაცებს წინა დღეებში ვაკეთებდი პირადად მე, მაგრამ აქ ამას ქვია ნათლობა, ხელოვნებით ნათლობა ამ პერფორმანსს. აქ ვემზადებოდი, ვაკეთებდი ვარდს წყალში რაღაც რიტუალურად უდგებოდი რა, ერთი სიტყვით და ეს პირველ წელს რო გავაკეთე, მე უფრო გახმაურდა, დაიწერა ამაზე რა, ეს ხელოვნებით ნათლობა. უამრავი ხალხი მოდიოდა და აი მაგალითად მომნათლეო რა და მეც როგორც ხელოვნების პატრიარქი რა, ფიქრობდი გუშინ ამაზე რა, მეთქვი რა დავარქვა ხელოვნების პატრიარქი რა. სხვას არავის არ მოუნათლე, მე ვარ ხელოვნების პირველი პატრიარქი მსოფლიოში. თუ გინდა იუმორი, თუ გინდა სინამდვილედ ასე. 5-6 წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი რა. მოდიოდა ხალხი და მომგლათლო, სერიოზულად. აი მთლიანად, ეს მე ვიდეოზე მაქვს. შეიძლება ნახო რამდენი ხალხი არის და მიცდის. და ჩემთვის რაღაც სიმბოლურია რა და რაღაც საინტერესო არავის არ გაუკეთებია ეს და მე გავაკეთე. რა ვიცი, ამას შეიძლება ცოტა უფრო არავითარი ცინიკური მიდგომა ეკლესიასთან არ აქვს, მაგრამ გავაკეთე ეს რაც უნდა გაკეთებულიყო და არავის არ გაუკეთებია რა. რატომ არ შეიძლება? ხო, ამხელა დატვირთვა ხელოვნება ერთ-ერთი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ღმერთთან არის, ღმერთის გაიგივებაში იქვეა რა, ღმერთია რა. შემოქმედებითი პროცესია ღმერთი. ხო და ესე რა. ეს მე ვარ ხო? სავარაუდოდ. ათმიანი ბიჭო ყოფილი. ახლა აღარა მაგ თმები დამცივდა. არც ხელზე არ ფეხს. ეს ამერიკაში მაგ გაკეთებული ეს პერფორმანსი. ერთ-ერთი პერფორმანსთან განია, რომელიც ექსპერიმენტალურია რა, ასეთ იმაში ტილუარი. და ამ კრასკებს იმაშები ვასხამ აქეთ-იქეთ. ხო და ამას ვიხვევ შიგნით როგორც საბანში და ასე დამთავრდა იგი რომ გადაგტრიალდი, გავაკეთე და არტეფაქტი არის ის რაც გამოვიდა რა. არავითარი წინასწარი განზომილებები, არავითარი კომპოზიცია აქ არ არსებობს, ყველაფერი არის აბსურდი. აბსურდი სილამაზე რა. ეს იყო ჩემი პრინციპი. პატარა ბავშვმა რო გკითხოთ, რა გააკეთე თქო, რატო აკეთებ თქო ამას? აი პატარა ბავშვს როგორ აუხსნით? მე არა ვარ ზრდასრული ვიღაც ფენომენი ან სუბიექტი რა. მე ვარ აზრი ვარ რა. მე ვარ რაღაც ორგანიზმი, გრძნობის ორგანიზმი რა, რაღაც მოვლენა. თქვა და ადამიანს უნდა ვარქმევ რაღაც მოვლენა ვარ რა, რომელიც თამაშობს ბავშვობას რა, მეტი არაფერი არ არის რა. აქ ყველაფერი არის დაყვანილი სიუბრალოებამდე რა, რაც სიმარტივებამდე, რაც გამარტივებულია ყველაფერი. თქვათ ჩემი სოფლიდან გამომდინარე ყველაზე დიდი სიმარტივეში და სიუბრალოებშია ყველაზე დიდი სიბრძნე რა. აქედან არაფერი არ ხდება ისეთი, მაგრამ ეს თვითონ ტენდენცია, რომ შენ ამას მიუდგი თემას, ურთულეს თემას, როგორც ყველაზე იოლს, ამას დიდი გამბედება უნდა და გამბედაობაც უნდა და დარწმუნებაც უნდა იყოს შენში, რომ სწორად აკეთებ და ყველაფერს ისე აკეთებს რა. აი როგორც მე პატარა ბავშვი ისე გავაკეთე რა, ის რაც შემეცლა, ასე უბრალოდ. მეტი არაფერი, არავითარი ამბიციები არ მქონია, რომ მე ვაკეთებ. ყველაფერი არის ხელოვნების ნიმუში.
საერთოდ გააჩნია სად აჩვენებ და ვის ყველაფერი აბსოლუტურად შეიძლება ვის აჩვენებ და როგორ აჩვენებ ეს ჩემი მეგობრის მეუღლე ეს მე ვარ ამერიკაში ნიუ-იორკში ცხოვრობ იმაში და მის ჩახში მაქვს გადაღებული რა ძალიან კარგი ხალხი იყო ზოგი მხატვარი იყო ზოგი პროგრამისტი ესა და მეხმარებოდნენ ბერამეში და ბევრამე მაჩვენეს ამერიკაში ამ ხალხმა სხვა გზაც ნახე რომელი გზითაც ცხოვრობენ მხატვრები მე თვითონ მხატვარი ვიყავ მაგრამ მუშაობდი ისეთ ადგილებში რომელიც არ ვიცი რა პიცერიაში მაგდროულად გადამზიდავად მუშაობდი გალერეაში მუშაობდი როგორც შემფუთველი არ იცოდა გალერისტმა რა მე მხატვარი ვიყავ ისე მუშაობდი და ერთ წლის მე უთხარ მხატვარი ვარ არ დაიჭერა აპარატო მუშაობ ჩემთან თქვი არა სამუშაობ გამიკეთა მე პერსონალური გამოფენა აუ შემხატვარი ყოფილა აი ეს პერიოდი არის რა დიდხანს ავით ამერიკაში 5 წელი ნახევარი ცხოვრობდი ამერიკაში კი კი ყველაზე თავარი პერიოდი გავლილი მქონდა რა მოგცათ მთავარი აი ეხლა რო უყურებთ მომენტში ვერ ვხვდებით ხოლმე რა ამერიკაში ცხოვრება რა ვიცი ბევრი რამე რა რაც მაკლდა მაგალითად აი რავალწახნაგოვანი ხო არის რა ცხოვრება და რო ცხოვრობ და გონია ყველა წახნაგი შესწავლილი გაქვს და განვლილი გაქვს და უცებ რაღაც გამოანათებს რა ასეთი რაღაც მოხდა რა ჩემთვის თავდაპირველად მეგონა ეს ამერიკა იქნება რაღაც საშინელება და ამდენი ხალხი და ეს და სხვადასხვა ნიუ-იორკში ცხოვრობდი პირდაპირ იქ twin-ში რომ იყო ააფეთქეს მე ეს ისტორია ყველა მიცის ხო და იქ ცხოვრობდი მაგრამ არასდროს არ მიგზნია რომ ძალიან კომფორტული ქალაქია რა არავითარი სიმძიმე ხელოვნების დარგში ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი საინტერესო გალერეები თითქმის ყველაფერი ვიცოდია მუსიკალურ კლუბშიდაც დავდიოდით სადაც სხვა მუსიკას აკეთებენ და რა ვიცი ბევრ რამ მივსწავლე რა აი სხვა საზოგადოებაში რომ ხვდები რომ თურმე ასეთი საზოგადოებაც არსებობს და ძალიან საინტერესო რა ეს ნამუშევარი არ ვიცი გაყიდულია ვიღაცამ კოლექციონერმა იყიდა პეტერბურგში ჩემს სახელოსნოდან თემა მქონდა აღებული ასეთი რელიგიურ თემაზე მაქვს რა გაგეთვი რაღაც 12 არ 13 ნამუშევარი მქონდა ზუსტად გაკეთებული რელიგიურ თემაზე ერთი კონცეფცია რომ ყოფილიყო რა დაწყებული იესოდან და გააზრებული სხვადასხვა განზომილებაში ადამიანებთან მიმართებით რაღაც მდგომარეობამდე რომელიც შეიძლება გამოსახო წმინდანების სახით ჩვეულებრივი ადამიანის სახით და ასეთი როგორც გრაფიკული რა და ძალიან უბრალოდ გაკეთებული ასე უყურება ამ ხასიათს მე აქ არის ამ სურათზე ასე ჩანს რა პირველი რომელიცაა ეს არის სანთლები რომლებიც ნავებში ზიან რა ხო და ყველაზე უფრო რომელიც ეს უკვე დამწვარია თითქმის პირველი აგერ
და ეს ამან უნდა გაიაროს, ეს ჩაქრება რა, დაიწვება რა. ეს არის რაღაც აი რო თხოვ ღმერთს რა, ადამიანს ერთადერთი ის ადამიანებს არ ერიდება მარტო თხოვენ ღმერთს რა, როცა მარტო არიან, სულ თხოვენ რაღაცას რა. ხო და თუ სწორია ღმერთი აუცილებლად დაუსრულებს იმას, რასაც თხოვენ და რასაც მოხდება. მაგრამ აქედან გამომდინარე, შენ თუ არ დაიწვი ის რაც გინდა რომ გააკეთო და თხოვ ღმერთს რომ ეს შესრულდა, შენ უნდა დაიწვა იმაში. მე ხელოვნებიდან გამომდინარე რომ ლაპარაკობ, სხვა პროფესიები არ მაქვს ხედელობაში და ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელოვნებასთან არიან ძალიან ახლოს რა. ეს სიმბოლო ახლა ადამიანების, რომელიც იწვის პირველი მოგედა, აი ეს გზა ყველა უნდა გაიაროს. ეხეთე მოდის, ეს უკვე დამწვარი არის რა. ეს თითქოს და ისეთი სიმბსუბუქით არის გაკეთებული, ჩემი აზრით, ახლა როგორც ობიექტს ისე აღვიქვა მე როგორც არაჩემ ნამუშევარს, რომ უბრალოდ ეს მოცემულობას რა ძალიან უბრალოდაა გაკეთებული და მე ძალიან მოწონს მაგალითად ასეთი დაუდევარი რაღაც წითელი შტრიხი აქვს და რაღაც ისე თითქოს დაუმთავრებელი და თითქოს და ვითომ არაფერი. ამ შემთხვევაში არ მინახია დიდი ხანია და არ ვიცი. რესპექტ. Ну, ესეც ისტორია არის. მაროკოში მიწევდა მეგობარი ყავს რა ერთი ბიზნესმენი არის და რომელსაც აქვს საშუალება რა დამეთოს სახელოსნო და მუშაობ იქ ხანდახან წელიწადში ორჯერ მივდივარ და ამ ფოტოს მე იქ პიროვნება იჭდა ამ ფოტოს სახით მე როგორც ფოტო არა როგორც მაგალითად არტეფაქტია რა ნამუშევარია რა როგორც ხალტრობას ისე უყურებ იქ მე კი ვარ მაგრამ მე არა ვარ აქ არის რაღაცა სურათ რომელიც ფოტო ხელოვნებაა რა ამ სახით უყურებ ამას რომ ვარ მე და არც ვარ ასეთი ლანდი არის დაგლედგილი ხო მეტი არაფერი. აი თქვენ როგორ პასუხობთ ამ კითხვას ვინ ვარ მე? აი ახლა სხვადასხვა ძალიან სიღრმისეული ეს არის რა, კითხვა არის და ცოტა უფრო აღმოსავლეთ ფილოსოფიაში გადაგვაგდებს. კარლოს კასტანედას აქვს ეს ასეთი არის ლიტერატურა, რომელსაც ამ წიგნში არის 12 ტომიანია გამოვლენილი ეს ადამიანის ეს სუბსტანციები და სული სიღრმეები რა. მესანამ ხატვარი არ შეიძლება იყოს მარტო მხატვარი რა რომელსაც შეუძლია ფუნჯი დაიგავს და ხატოს რა ხატვარი არის აზროვნება ხატვა ყველა მიცის ყველა შეუძლია ხატვა მაგრამ აზროვნება მთავარი აზროვნება აი ეს აზრი არის ენერგია რომელსაც მოყავს ქმედებაში შენი ხელი და მე ფუნჯი ესა აკუმულატორი და მე კიდე როგორც ხატვარი მე არ ვიცი მეხმარება ალბათ რაღაც პოეზიური განცდები და რაღაც მუსიკალური რაღაც სიმპტომები ამაში მაგრამ რა არის იცი აი ხშირად მედიტაციაში შედიხარ აი გამივლია მედიტაციის კურსები და ვაკეთებდი ამას და ახლა როგორც განვლილი პერიოდს ისე ვიხსენებ რა მინდოდა მეცხოვრე როგორც მაგალითად მგელს დახოჭო თვალებს და ცხოვრო აი რამოდენიმე საათს უთმობ იმას რომ იყო მგელი იყო შეიძლება იყო ბაყაყი იყო კურდღელი იყო არწივი აი ყველას ცხოვრებით რო ცხოვრობ აი არწივის ცხოვრებით როგორ კვდები როგორც არწივი ხო არის ასეთი როგორც კვდები როგორც ვეშაპი რაღაც ასეთი აბსტრაქტულ ფორმებში შედიხარ რომელიც რეალურია მაგრამ ეგ ისე უნდა გაიარო რომ ისი ცხოვრო იმ სიცოცხლით რა ეს გეხმარება მე შენ
შენი ადგილის მოძებნაში უსასრულო ადამიანი რა, ეს უკიდეგანოა რა, როგორც ღმერთი, თვითონ ღმერთია. ეს ყველაფერი რასაც იმაშობთ, ალბათ ვერთი. ასეთ იმაში ვარ. ასე ვფიქრობ.